საღამო მშვიდობის, ირგვლივ 8 საათია ეთერშია გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. საღამო მშვიდობის. დღეს ჩვენს გადაცემაში ვერ მოისმენთ იმას, რომ პრემიერი პრეზიდენტთან მისი ურთიერთობის შესახებ აჟიოტაჟს ნაციონალური მოძრაობის მიზანმიმართულ სპეკულაციას უწოდებს, რადგან ექსპერტებს უხარიათ, რომ ამ საქმეში მაინც არ არსებობს პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალა. ვერ მოისმენთ, რომ გიგი უგულავა სამთავრობო ცვლილებებს ივანიშვილის ეშმაკის ბორბალს უწოდებს, რადგან ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯერ ერთი ეგ ეშმაკის ბორბალი მიშას გაკეთებულია და საერთოდაც ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრეროგატივაა. ვერ მოისმენთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმაზე, რომ მთავრობა ახალი აბრეშუმის გზის იდეაზე მუშაობს, რადგან ექსპერტები მთავრობას ურჩევენ ჯერის ბეტონის ავტობანი დაასრულოს და აბრეშუმის გზების ხარგვა შემდეგ დაიწყოს. გუშინ დნმ-ის ანალიზის პასუხმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ რუსთავი 2 ნაცმოძრაობას ოცნებისგან ყავს. შეგახსენებთ, ადრე ექსპერტები რუსთავი 2-ის მამად მოქალაქეთა კავშირს მიიჩნევდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც ოცნებამ რუსთავი 2-ს ალიმენტის სახით უზარმაზარი ოდენობის თანხა ჩაურიცხა, ეს ეჭვები გაქარწყლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსთავი 2-ის მშობლები ორსქესიანი არიან, მამა შეიძლება დედა გახდეს და პირიქით. ბატონ ბიძინას სურვილი რომ ჰქონოდა აქტიურად ემართა მთავრობა, რატომ გადაწყვეტდა გასულიყო აქტიური პოლიტიკიდან. განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა რიტუალზე, სადაც ჩინოვნიკები საკუთარ თავში ბიძინას პატივს მიაგებდნენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და უმცირესობის დეპუტატი გიგი წერეთელი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამ დაპირისპირებას მოსახლეობაში მღელვარება არ მოჰყოლია. ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია გამონათქვამი ცოლქმრის ჩხუბის სულელს მართალი ეგონაო. მიხეილ სააკაშვილის საყვარელი კომპანიის ხელმძღვანელი კულტურის მინისტრი გახდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პრემიერმა სიტყვა შეასრულა, კოჰაბიტაცია დაამთავრა და სიყვარულის უფრო ღრმა და დაუფარავ ფაზაში გადავიდა. კერძოდ ზონდერების პრემიერებიდან ზონდერების გამინისტრებამდე. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან მიმართებაშიც აქვს. ამის შესახებ მან გადაცემა პოლიტიკის დროში განაცხადა და ამ კონტექსტში მორიგი საკადრო ცვლილება არ გამორიცხა. საინტერესოა, აქვს თუ არა შენიშვნები ღარიბაშვილს საკუთარ თავთან, თუმცა იმის შიშით, რომ გიჟად არ ჩათვალონ, პრემიერი საკუთარ თავს შენიშვნებს არ აძლევს. უსიამოვნო ფაქტია ის, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური მორატორიუმის ფარგლებში დააკავეს, განაცხადა NGO ოცნებელმა თამარ კორძაიამ და განმარტა, რომ ბიძოზეციერის გზიდან გადახვევა სახიფათოა. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ირაკლი ქიზიყელმა სწორედ ბიძოზეციერის ნებით გასწირა გიგი, რის შედეგადაც პოლიტიკურ სამოთხეში გადაინაცვლა. თბილისის ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით არჩეული მერის დავით ნარმანიას შტაბი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის შესახებ ინიციატივა ნამდვილად განიხილება. თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს. გარდა ამისა, ზოოპარკში იგულისხმება ნამდვილად ზოოპარკი და არა საკრებულო გადატანითი მნიშვნელობით. საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეატრო ლუკიანს რამდენიმე მინისტრის გათავისუფლების გამო გული წყდება. არა, განა ირაკლის შეცდა, უბრალოდ გული წყდება. ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარი და მიუღებელი შეიძლება იყოს ის, რომ წინა საარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ ყველაზე მეტი თანხა საკუთარი რეკლამის განთავსებაში რუსთავი 2-ზე გადაიხადა, მაგრამ ექსპერტები სათნოების დარგში განმარტავენ ამ ქმედების ნამდვილ, მაღალ ზნეობრივ მოტივს. მოგახსენებათ, ყველაზე მეტი თანადგომა სულიერად გაჭირვებულს და გზას აცდენილს სჭირდება. ზუსტად ამიტომაც ამ საქციელით ქართული ოცნება გვერდში დაუდგა რუსთავი 2-ს და შეეწია მას. ამ უკანასკნელს კი ეს მატერიალური სახსარი მადლად ექცა და მისით შეიძინა ულევის სანთელ საკმეველი. მოკირწყლა საკუთარი კედლები ხატებად და განწმენდისა და სულიერების გზას დაადგა. ასეა ყოველთვის, მადლიანმა მადლის მწყურვალი უნდა განკურნოსო.